მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, კეთილ და ბედნიერ საღამოს გისურვებთ ყველას. მადლობა რომ დღეს ჩვენთან ერთად ბრძანდებით. მე გახლავართ ნანა ლომიძე, ამერიკული მსოფლიო მასშტაბის კომპანიის საქართველოს ფილიალის მთავარი სპონსორი. დღეს ჩვენ ერთად ვიმყოფებით ამ მეგა კომპანიის ოფიციალურ ზომჩართვაზე, სადაც გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა მოვისმინოთ ინფორმაცია, რომელიც ცვლის ადამიანების ცხოვრებას მთელ მსოფლიოში. დიდი სიხარულით მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი დღევანდელი ძვირფასი პრეზენტატორი ქალბატონი ლია თევდორაძე. ენერგიული, პროფესიონალი და ერთგული ლიდერი, რომელიც უკვე თავისი მაგალითით აჩვენებს, რა დიდი შესაძლებლობები ამ საოცარ კომპანიაში. გთხოვთ ქალბატონო ლია, ყურადღებით გისმენთ ყველა აქ დამსწრესთან ერთად. მადლობა. მოგესალმებით ძვირფასო სტუმრებო, პარტნიორებო. მინდა გითხრათ, რომ ძალიან მომენატრეთ. მშვიდობიან საღამოს გისურვებთ, მეგობრებო. დღევანდელ პრეზენტაციას წარუძღვები მე ლია თევდორაძე და შევეცდები პრეზენტაცია იყოს შედარებით მოკლე, კარგი მოსასმენი და უფრო კითხვა-პასუხს დავუთმოთ შემდეგ დრო, რათა უფრო კარგად გავშალოთ ის თემები, რაც ჩვენს სტუმრებს სვლელობის დროს დაებადება. ძვირფასო სტუმრებო, ეს პრეზენტაცია ტარდება თქვენთვის. თქვენ გეძღვნებათ ეს პრეზენტაცია, რათა მეტი გაიგოთ თუ რამ კომპანიასთან თანამშრომლობთ, რას ვაკეთებთ საერთოდ, გაიგოთ მეტი რა სარგებლის მოტანა შეუძლია ამ კომპანიას თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის და აი დარწმუნებული ვარ პრეზენტაციის დამთავრების შემდეგ თქვენ ნამდვილად მიიღებთ სწორ გადაწყვეტილებას და ნამდვილად მიხვდებით, რომ ამ კომპანიას რა შესაძლებლობა მოაქვს თითოეული ადამიანისთვის და ზოგადად ამას რამხელა მნიშვნელობა აქვს საქართველოს გუნდისთვის. ჩვენ ეს უკვე კარგად დავინახეთ პარტნიორებმა, ვინც უკვე აქტიურად მუშაობთ, ჩვენ შეგვიყვარა ხალხმა, გვიკავშირდებიან უკვე ადამიანები, ნდობა დავიმსახურეთ ამ ხალხში და ეს ზუსტადაც მეგობრებო, რა თქმა უნდა ეს პირადად ჯერ ჩვენი ადამიანობიდან გამომდინარე და ზუსტადაც ნდობა დავისახურეთ ამ კომპანიის გავლით მეგობრებო, რადგან თვითონ კომპანია არის სანდო საიმედო კომპანია და ხალხისთვის მოაქვს მეგობრებო მშვიდობა, ასე რომ ვთქვათ, ჯანმრთელობა და ფინანსური წარმატება. ეს მერწმუნეთ, რომ ნამდვილად გჭირდება ყველას ჯანსაღი ჯანმრთელობა და ფინანსური წარმატებაც, მით უმეტეს საქართველოში მართლა გჭირდება და ამიტომ თითოეულ ადამიანს შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ კეთილ საქმეში. მე აუცილებლად გავშლი რა გზით მოაქვს ამ კომპანიას ჯანმრთელობა და ფინანსური წარმატება, მაგრამ მანამდე ძალიან მოკლედ მინდა გავიარო თუ რა კომპანია ჩვენი ლივგუდი და მინდა გითხრათ, ეს კომპანია გახლავთ ამერიკული კომპანია მეგობრებო, ოფიციალურად, კანონიერად ყველაფერი მოწესრიგებული აქვს. ერთ-ერთ საიმენდო და სანდო კომპანიათ არის დასახელებული. 3 წლის ხდება უკვე კომპანია და 7,000 მილიონერი ყავს უკვე მეგობრებო. 232 ქვეყანაშია შესული. დიდი სიყვარული დაიმსახურა ამ კომპანიამ და ხალხიც დიდი სიყვარულით უერთდება და აი როცა შეუერთდება კომპანიას მეგობრებო ადამიანები, აი ძალიან მოსწონთ, იმიტომ რომ კომპანია არის კლუბური სისტემით მომუშავე, ძალიან გაადვილებული და ზუსტადაც მეგობრებო, ამიტომ თემ მსოფლიოშია კომპანია დასახელებული როგორც ყველაზე სანდო, საიმედო და მაღალანაზღაურებადი კომპანია. ასევე გეტყვით, ჩემო ძვირფასებო, რომ კომპანიას სათავეში ყავს უძლიერესი შემადგენლობა და ასევე საქართველოში ყავს უჭკვიანესი ქალბატონი, რომელიც სათავეში გვიდგას ჩვენ და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, მე სულ ვამბობ ყველა გამოსვლაში, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველოს დაანახოს ეს კომპანია, თუ რა შესაძლებლობა შეუძლია მოუტანოს ქართველ ხალხს.
ამიტომაც ჩვენს პარტნიორები ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის ძვირფასო სტუმრებო, რომ თქვენ გადაგიშალოთ ეს გული და დაგანახოთ ზუსტადაც რა ხდება აქ და რამხელა სიკეთეებს ვაკეთებთ ჩვენ აქ თითოეული ჩვენთაგანი, თითოეული ჩვენი პარტნიორი, რომელსაც დიდი წვლილი გვაქვს მართლაც ამ საქმეში. ეხლა გავიაროთ მეგობრებო, რა კუთხით გვაძლევს კომპანია ხარისხიან ჯანმრთელობას. მინდა გითხრათ, რომ კომპანიას ყავს სოფლიო დონის ექიმები მეგობრებო, რომლებიც თვითონ წლებია ქმნიან ორგანულ ბიოპროდუქტებს ადრინდელი რეცეპტების მიხედვით და თანამედროვე ტექნოლოგიებთან შერწყმით მეგობრებო და გეტყვით, რომ მართლა უძლიერესი პროდუქტები აქვთ და მართლა სერიოზული ეფექტის მქონე. ამას აღნიშნავთ ყველა, ვინც კი გამოცადეთ ლივგუდის პროდუქტები და ყველა ჩვენი თვალით უყურებთ რა ხდება ჩვენს ირგვლივ, ჩვენ თავზეც და ასევე თუ კი ვინმეს ინფორმაცია გავეცით და მიიღო ეს პროდუქტები, რა შედეგები დადო ამ პროდუქტებამ მთელ მსოფლიოში და ეხლა უკვე მსოფლიოსაც არ ვამბობთ, უკვე საქართველოში გვაქვს სერიოზული შედეგები, რასაც ქვია დიაბეტი, რომელიც ყოველ მეცხრე ადამიანს აწუხებს მეგობრებო. სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემები, ახლა არ ვსაუბრობ სახსრებზე, წნევებზე და ასეთ პრობლემებზე. შედეგები დაიდო მეგობრებო ამ პროდუქტებით ისეთ დაავადებებზე, რომელიც უკურნებელიცაა მერწმუნეთ, ჩემს ირგვლივ გაიარა უამრავმა ადამიანმა, როდესაც მე თვითონაც მიკვირდა, რომ აი რა სარგებელს მოუტანდა ეს პროდუქტები და დაიდო საოცარი შედეგი. მე არ მომწყინდება ამ გახარებული ადამიანების შედეგების მოყოლა თქვენთვის, მაგრამ ესენი არიან უკვე ბევრი მეგობრებო. მე ეს ძალიან სიამოვნებს, მართლა მიხარია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს მეგობრებო, რომ ამ კომპანიას შემოვერთნეთ იმ დროს, როცა ძალიან დაავადებული ადამიანი და სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. არა მეგობრებო, თქვენ თუ ფიქრობთ, რომ ჯანმრთელად ხართ, მაშინ პირდაპირ გეტყვით, რომ ეს კომპანია თქვენთვის არის, რადგანაც რაც უფრო ჯანმრთელად ხარ ადამიანი, მით უფრო კიდე შეინარჩუნებ ამ კომპანიის პროდუქტების წყალობით ჯანმრთელობას. რადგანაც ამ ექიმებს ისეთი პროგრამა აქვს შექმნილი, რომ მთლიანი ორგანიზმის გაჯანსაღებას ახდენენ ზუსტად ისეთი პროდუქტებით, რომელიც აკეთებს ნაწლავების სრულ გაწმენდას, სისწარღვების სრულ გაწმენდას, ანთებითი პროცესების აღმოფხვრას, ვიტამინებით და მინერალებით შევსებას, სასარგებლო მცენარეული ცხიმებით შევსებას, მეგობრებო და ზუსტად აქედან ხდება მთლიანი ორგანიზმის გაჯანსაღება. და დღეს როცა მე მიკავშირდებიან და შედეგებს მიყვებიან, მე გაოცებული ვარ და გახარებული ვარ ამ ადამიანების მიდგომებით. და ყველაზე მთავარი, აი ჩვენთვის პარტნიორებისთვის არის ძალიან სასიამოვნო სამუშაო, ძალიან კომფორტული, იმიტომ რომ არ გვავალებს კომპანია გაყიდვებს, არ ვართ დაძაბულები, ვართ უფრო თავისუფლად და ზუსტად გადართული ვართ, რომ ადამიანებს მთელი სიყვარულით მივაწოდოთ ეს ინფორმაცია და გავაბედნიეროთ თითეული ოჯახი მეგობრებო. ზუსტად ამ კომპანიასთან თანამშრომლობით ჩვენ ვიხდით $10 საწევროს და ზუსტად ჩვენ ყველაფერი გვაქვს სარგებელი ამ ექიმებთან წვდომა, თუ კი რაიმე ჩვენთვის ან ჩვენი ოჯახის წევრებისთვის. მე რომ გითხრათ, სიმართლე მთელი სანათესაოს წერილს ვწერ ამ ექიმებს ემაილის საშუალებით, ჩვენს გვაქვს შესაძლებლობა, რომ წერილი დავწეროთ თვითონ ამ პროდუქტების შემქმნელებთან და ერთმანეთთან არ ვიმკითხაოთ. პირდაპირ ამ ადამიანებიდან გავიგოთ, ამ ექიმებიდან გავიგოთ მეგობრებო, რომ რა პროდუქტი შეიძლება ჩვენ ორგანიზმზე მივიღოთ და ეს არის ძალიან კარგი მიდგომა და ჩვენთვის არის ძალიან მაგარი, რომ პირდაპირ ექიმებს ვეკონტაქტობთ და მათგან ვღებულობთ რჩევებს. და როცა ასე ვაკეთებ, შედეგებიც არის საოცარი. საოცარი შედეგები მეგობრებო, როდესაც ქალბატონი იყო ჩაწოლილი მკერდის სიმსივნით, ახალი გათხოვილი შვილი ბედნიერებასაც ვერ იგრძნობდა, რადგანაც თვითონ იყო ძალიან ცუდად და დავეხმარეთ ამ ადამიანს
დღეს ეს ადამიანი, როდესაც არც ერთი ღერითმა თავზე არ ქონდა, დღეს ეს ადამიანი ილოცება, ლოცავს ლივგუთს და ლოცავს ამ ექიმებს და იმ ადამიანებს, ვინც მიაწოდა ეს ინფორმაცია. დღეს ეს ადამიანი არა მარტო ისი არის კარგად ენერგიით, არამედ ანალიზის დონეზე გამოუსწორდა მეგობრებო მდგომარეობა და ეს არის დიდი ბედნიერება და ზუსტად ამ ეს სიკეთე ჩვენ არ გვენანება პირიქით, რაც უფრო მეც სიკეთეს გავაკეთებ, მე თვითონ ასეთ ვარ და უამრავი ადამიანი გავიცანი ლივგუთში, ასეთი ადამიანები და ზუსტად ვიკრიბებით ასეთი ხალხი, ვისაც ვიხარია ერთმანეთის სიკეთე, წარმატება და კარგად ყოფნა და ფინანსები ავტომატურად მოდის თავისთავად მეგობრებო. მერწმუნეთ, რომ ეს თანდათან მე ფინანსებზე თავიდან საერთოდ არ შემიხედავს, გითხრათ სიმართლედ, რადგან ჯანმრთელობას უფრო მეტ უპირატესობას ვანიჭებდი და ხანდახან ჩემმა მეუღლემიც ის თქმა, ჯობია ლია ცოტა ფული გქონდეს და ჯანმრთელად იყო, რომ გაიგებს რაიმე ცუდს სხვაზე. და სულ ამბობთ ოჯახში, რომ ჯანმრთელობა მართლა პირველია, როცა ჯანმრთელად ხარ, ყველაფერი გიხარია და როცა ჯანმრთელობა არ გიწყობს ხელს, არც არაფერი არ გიხარიათ მერწმუნეთ. და აი რა მინდა მეგობრებო გითხრათ, ასეთი შედეგები გვაქვს უამრავი, მამაკაცი რომელსაც საერთოდ აღარც ქიმიას აღარ იკეთებდა და აი ჩაქნეული ქონდა ხელი, ზუსტადაც ჩვენ დაუკავშირდით ამ ადამიანს, ამ ადამიანსაც მეოთხე სტადია იყო და ფეხი საერთოდ გაჩერებული ქონდა და ეს ადამიანიც წამოდგა ლოგინიდან და ჩვეულებრივად არის, კარგად გრძნობს თავს. და რისი თქმა მინდა მეგობრებო, აქ არ დაველოდოთ იმას, რომ რაღაც ცუდი უნდა დაემართოს მანდა მაინც ადამიანს და მერე ვიზრუნოთ ჯანმრთელობას. არა მეგობრებო, რაც უფრო ჩვენ აქედანვე დავიწყებთ ჩვენ ორგანიზმის ზრუნვას, მით უფრო ბედნიერები ვიქნებით და მით უფრო კარგად მოგვემსახურება ჩვენი ორგანიზმი, ჩვენ თვითონ გავახარებთ ჩვენ შვილებსაც და რა თქმა უნდა, ჩვენც ბედნიერი ცხოვრება გვექნება, როცა ჯანმრთელად ვიქნებით. ეხლა მე ძალიან ბევრი ადამიანი მიკავშირდება და წუხვარ გულით ვამბობ, წუხვარ ისეთ დროს დამიკავშირდნენ, ეხლა ამ ბოლოს დროს მოხდა ერთი ახალგაზრდა გოგოზე დამიკავშირდნენ, გთხოვთ როგორმე გვიშველოთ იქნებ და იქნებ ეს პროდუქტები მოგვაწოდოთო. ნახეთ მეგობრებო, ჩვენ ამას ვიტყვით ხსნით, რომ თქვენ გაიგოთ, რომ თვითეულ ოჯახს შეუძლია დაუკავშირდეს ამ კომპანიას. გახდეს წევრი და ისარგებლოს ფასტაკლებებით ყოველთვის და არა ვინმედან იყიდოს ძვირად. არა მეგობრებო, ზუსტად ჩვენ ამას გვეუბნება კომპანია, რომ ყველას გააგებიეთ, რომ ყველას აქვს აქ შესაძლებლობა თვითონ გამოწეროს ეს პროდუქცია და თან სერიოზული ფასტაკებით. და მე როცა მიკავშირდებიან და მეუბნებიან, იქნებ მოგვიშოვო, იქნებ როგორმე გვიშოვო, აი ძალიან გული დამეწვა ახალგაზრდა გოგოზე დამიკავშირდნენ, მე არ მქონდა პროდუქტები, ყველა თვითონ იწერს მეგობრებო, აქ უამრავი მომხმარებელია და უბრალოდ ვერ გაწუდება ადამიანი, რომ ყველას ერთმა ადამიანმა გამოუწეროს და აი როცა დამიკავშირდნენ მე მათ დავეხმარე, ჩაუგდე ვიდეო რგოლი, რომ აუცილებლად ძალიან რთული სიტუაცია ქონდა და აუცილებლად ექიმს დაეკითხეთ. მეთქი ჩვენთან არიან ექიმები, მე ექიმი არ ვარ, ახსენით ეს მდგომარეობა ყველაფერი და სამწუხაროდ, აი გული დამეწვა, სამწუხაროდ ვერ მოუსწარით ჩვენ ამ ადამიანს, რადგან სულ რაღაც 3 დღეში დაიდო ამ გოგოს ფოტოები, აცრემლებული მთელი სანათესაო, როცა მართლა მეხვეწებოდნენ, იქნებ მართლა გადარჩესო, მაგრამ ვერც მოასწრე შეკვეთის გაკვეთება და ამიტომ მეგობრებო, ღმერთმა ყველას გვაცილოს ეს ასეთი მდგომარეობა და ჩვენ გვაქვს ასეთი შესაძლებლობა ამ კომპანიაში, რომ პირველ რიგში ვიყოთ ჯანმრთელები და შემდეგ უკვე გადავინაცვლოთ ამ სიკეთის კეთებაში თავისთავად ვინაცვლებთ ფინანსურ წარმატებამდე. ეს ძალიან მარტივია მეგობრებო, მით უმეტეს ასეთ კომპანიაში, როცა კლუბის წევრებს ძალიან გაგვიადვილა ყველაფერი. წარმატებაც მოდის რამდენ ადამიანს ჩვენ ვეტყვის და რამდენ ადამიანს ჩვენ დავარეგისტრირებთ, იმდენი $25 გვირიცხავს ჩვენ კომპანია მეგობრებო. ერთ ადამიანს გავეცით ინფორმაცია, აუხსენით ყველაფერი, რომ რა სარგებელს მიიღებს ის ადამიანი. არა მარტო იმაზე იფიქროთ, მეგობრებო, ჩვენ $10 გვაქვს გადასახელი. თქვენ უნდა იფიქროთ იმ $10 რამხელა სარგებელი მოაქვს თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის.
ამიტომ ასე როცა აუხსნით, რამდენი ადამიანიც მიიღებს გადაწყვეტილებას, მეგობრებო, და დაარეგისტრირებთ, იმდენჯერ $25 გირიცხავს კომპანია. ამის შემდეგ თქვენი ადამიანები, თქვენი მოწვეული ადამიანები, ვისაც მოიწვევს, პროცენტულად იქედანაც გერიცხება და ასეთნაირად გადის ღრმა დონემდე, მეგობრებო, თანხების პროცენტული დარიცხვა. ეს თანდათან შვენიერი სარგებელი ასე ვიტყოდი და იმ ადამიანებს, ვისაც მაგალითად სერიოზული თანხების გამომუშავება უნდა და ძალიან მალევე, მაშინ ჩვენ ქალბატონ ნანას შექმნილი აქვს სამის მოწვევის პრინციპი, მეგობრებო, ეს არის ძალიან კარგი, თუ ჩვენ ამას კარგად გავაანალიზებთ, გავაშინაარსებთ და ჩაუდგებით სათავეში, ძალიან კარგი სამუშაოა და სერიოზულ თანხებზე გაგიყვანს ამ შემთხვევაში. თუ თავჩაუხრელი იმუშავებ, აი ორ თვეში გადახედეთ ამ ვიდეოს, ყველაფერი დევს ჩვენ ჩატში, ორ თვეში ადამიანი გადის $6,000 ხელფასზე. ზუსტად ამ სამის მოწვევის პრინციპით. როცა ერთი ადამიანი მოიწევს სამს, ის სამი მოიწევს კიდე მის სამს. თუ ეს თვითონ ერთი სიტყვით, აი იმას ვამბობდი, რომ ჩვენ კომპანია კიდე გვაძლევს სტიმულს იმაში, რომ რამდენ ადამიანსაც გამოვსდით, არ ვიცი ეს მაგ დროს იყო გათიშული თუ არა, რამდენ ადამიანსაც ჩვენ გამოვზრდით, იმდენ და ხელფასზე ავიყვანთ, მაგალითად ავიყვანეთ ადამიანი $100 ხელფასზე, $200 ხელფასზე, $1000 ხელფასზე, ჩვენ ხელფასთან ერთად კომპანია გვიხდის მის ნახევარს, მეგობრებო. ანუ 50%. წარმოიდგინეთ, ეს არის ძალიან მაგარი შესაძლებლობა. არ ვიცი, იშვიათად მე ბევრ კომპანიაში და სამზარეულოს გაცნობილი და ეს ასეთი მართლა არსად არ ყოფილა. ამიტომ, მეგობრებო, მე მგონი ძალიან საინტერესო აქ მუშაობა. იმისათვის, რომ ჩვენ მივიღოთ გადაწყვეტილება, აქ ბევრნაირი ერთი წამი მეგობრებო ბავშვი გამოეპარათ და მაპატიეთ, მაგრამ უნდა გავუშვა. პაცავად პატარა გამოეპარათ და ერთი სიტყვით იმისათვის, რომ მეგობრებო, რისი თქმა უნდა, იმისათვის, რომ ჩვენ რა გადაწყვეტილებას მივიღებთ, თქვენ შეგიძლიათ აქ ყველანაირად გამოიყენოთ ეს პროექტი, ეს კომპანია. შეგიძლიათ სამი ვარიანტი. შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ თუ პროდუქტები გაინტერესებს თქვენი ჯანმრთელობის კუთხით და პროდუქტების შეძენა გინდათ, შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ როგორც პროდუქტების მომხმარებელი, შეგიძლიათ $10 დარეგისტრირდეთ, თვეში გადაიხადოთ $10 საწევრო და თქვენ მიიღებთ სარგებელს, რომ პროდუქტები გექნებათ ყოველთვის 75%-იანი ფასდაკლებით. მეორე მომენტი. შეგიძლიათ რომ არანაირი თანხა არ გადაიხადოთ ყოველთვიური და ვინც მოგიწევთ მაგალითად, მან ჩაგიგდოთ ლინკი და პირდაპირ პროდუქტები იყიდოთ, ოღონ ამ შემთხვევაში ცოტა მეტ ფასად ასე რომ ვთქვათ. და მესამე ვარიანტი, რომელიც აი ძალიან მე მაგალითად ასეთნაირად ვარ შემოსული და ჩემი მეგობრები, ეს არის ერთხელ გაწრიხე, შემდეგ აგრძელებ $10 სიხდი კლუბის წევრობის, იღებ ყველანაირ სარგებლებს, ფასდაკლებებს პროდუქტებზე და როგორათაც იმუშავებ, იმის მიხედვით ყველანაირ სარგებელს მიიღებ. ანუ მაშინ მოგდის უკვე შემოსავლებიც, გერიცხება შემოსავლებიც. აი რა კუთხითაც მოგეწონებათ, ეს კარგად უნდა გააშინაარსოთ, მეგობრებო, რა კუთხითაც მოგეწონებათ, იმ კუთხით შეგიძლიათ თქვენ დაუკავშირდეთ თქვენ მომწვევებს, გაიაროთ კიდევ ინფორმაცია მასთან, კიდე მეტი მოიკითხოთ და თუ კი გადაწყვეტავთ, რომ შემოუერთდეთ ბიზნესის კუთხით, მაშინ იყავით მზად, რომ შეისწავლოთ, დააგროვოთ აქ ცოდნა, მეგობრებო, შემდეგ იმოქმედოთ და აი ჯანმრთელობასთან ერთად ნამდვილად გეტყვით, რომ გექნებათ ფინანსური სიუხვეც. ეს არის მოკლედ, მეგობრებო, მე ძალიან მოკლედ გავიარე ახლა ამ პრეზენტაციას ჩონჩხი, ასე რომ ვთქვათ,
და აი საინტერესო იქნება თქვენი კითხვებიდან გამომდინარე ჩვენ ერთად ვისაუბროთ. აი თქვენ რა კითხვები დაგებადა? თუ ტექნიკური კითხვები გაქვთ, ეს თქვენ მომწვევებთან მოაგვარეთ მეგობრებო, ის გაგარკვევთ და თუ კი რაიმე კომპანიაზე გინდათ შეკითხვა დამატებით, ან თუ კი ვინმეს ახალი შედეგები გვაქვს, შეგიძლია თქვათ და უფრო კიდე სტიმული მივცეთ სხვა ადამიანებს და იმედი და უფრო უკეთესი იქნება, როცა ერთად ვისაუბროთ. მოგესალმებილია. ძალიან საინტერესო წარადგინე. ჩვენი უსაყვარლესი კომპანია ლიგუდი და შეეხე ზუსტად აი 3+3-ის მეთოდს, რომელიც შეგვიდგინა ქალბატონმა ნანა ლომიძემ და ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ყველა პარტნიორმა მოქმედმა და ვინც კიდევ შემოერთდება კომპანია ლიგუდი საქართველოს მთავარ გუნდს, ნამდვილად ავამუშაოთ აი ეს სისტემა. ეს უნიკალური სისტემა წარმოიდგინე ორი თვე, ანუ მესამე თვეში უკვე გადიხარ როგორ დიდ შემოსავალზე, ხო, $6,561 და როგორი თანხა. ვიღაცა პარტნიორებო, რომ მართლაც ნამდვილად დიდი შანსია ეს და ქალბატონო იგა, განაგრძეთ საუბარი, ისმის თქვენი ხო? კი, ქალბატონო ნანა, აი ზუსტად 3+3-ზე საუბრობდი, რომ გამეხარდა ლია, რომ გაამახვილა ყურადღება, მე წინა პრეზენტაციაზე გამომჩა ეს საკითხი და ვფიქრობ ძალიან საყურადღებო საკითხია, ასეთი უნიკალური შემოსავალი ორ თვეში და ანუ მესამე თვის დასაწყისში გახვიდე $6,561 ხელფასზე. და დიდი სურვილი მაქვს, რომ საქართველოს გუნდში ამუშავდეს ეს სისტემა, რომელიც თქვენ მივესალმები იმ ყველა სიახლეს, რაც იგეგმება კომპანიიდან, მთავარია ჩვენი მონდომება და დაუღალავი შრომა. დანარჩენი ყველაფერი კარგად იქნება. მადლობთ ქალბატონო იგა, ქალბატონო ლია, დიდი მადლობა. ველოდებით მეგობრებო, ველოდებით თქვენს შეკითხვებს, თქვენს ჩართულობას. მიკროფონები ჩართულია ყველასი. ვინც არ საუბრობს, გთხოვთ გამორთეთ მიკროფონი და ვინც საუბრობს და ვისაც უნდა საუბარი, შეგიძლიათ პირდაპირ დაიწყოთ საუბარი ხელის აწევის გარეშე. თქვენ თვითონ დააწექეთ თქვენს მიკროფონს, ჩართულია. გისმენთ ქალბატონო მზია, გისმენთ, ისაუბრეთ, ჩართულია თქვენი მიკროფონი. საღამო მშვიდობისა. საღამო მშვიდობა. ძალიან გლობა მინდა გადაუხადო ლიას, ძალიან კარგი პრეზენტაცია იყო და მე მაქვს ასეთი შეკითხვა. არის მიჩემი ხმა? ინტერნეტი მე ძალიან მაწვალებს. პიროვნებამ, რომელმაც ვერავინ ვერ მოიწვია 2 წლის ამ შემთხვევაში მას რა რიცხვი ექნება? როგორც გავიგე, მე მგონი კითხვა სვამს ქალბატონი მზია, პიროვნება, რომელიც ვერავის ვერ მოიწვევს, რა დარიცხვა ექნებაო. ქალბატონო მზია, ნახეთ, თუ კი პიროვნება არ არის მზად იმისთვის მოიწვიოს, მაგრამ მოხდა ისე, რომ აი ვერ იწვევს. თქვათ, არის ასეთი ადამიანი, სულით და გულით უნდა მოიწვიოს და ვერ ახერხებს ვინმეს მოწვევას. ახლა თუ კი კარგად შეისწავლი ამ საქმეს, არ არსებობს, რომ თანდათან არ გამოგიჩნდეს ადამიანი, რომელსაც ეს სიკეთე მოუნდება. უბრალოდ ამას მე ვერ ვგებულობ, მაგრამ თუ კი მაინც მოხდება ესეთნაირად, ჩვენთან კომპანიას ეს შესაძლებლობა აქვს, რომ თანდათან ზემოთ მომუშავე სპონსორების მოწვეული ხალხი ჩამოდის ქვევით, მაგრამ ამას დაჭირდება დრო, ქალბატონო მზია. არ ვიცი ამას რამდენი დრო დაჭირდება, შეიძლება უცებ მოხდეს, შეიძლება დიდი დროის შემდეგ მოხდეს, რომ თქვენს ქვევით ჩამოვიდეს მაგით ზედა სპონსორის ნამუშევარი ხალხი და განთავსდეს თქვენ ლეველებში. აი, ჩემთან არის ახლა ასეთი, მე რადგან ვიწვევ ხალხს, ჩემი ხალხი, რომელსაც არავის არ მოუწვევია, ჩემი მოწვეული ხალხი უვარდებათ, მაგრამ როცა ქვევით გაიშალა გუნდი, მე რამდენს უნდა გავცდო, რამდენი ადამიანი უნდა მოვიწვიო, რომ ყველას შეევსოს ეს ლეველები. ამიტომ ყველა უნდა ვიყოთ უფრო მობილიზებული, უფრო მეტი ცოდნა დავაგროვოთ, რომ ეფექტურად მოვიწვიოთ, კარგად გადავცეთ ინფორმაცია და არ არსებობს ამ შემთხვევაში, რომ ვერ მოიწვიო ვინმე. თუმცა კიდე არის შესაძლებელი, რომ ჩვენმა კომპანიამ
აი მართლა პირველი კომპანია, რომელიც ზრუნავს ადამიანებზე და ადამიანის გუნდის შენებაზე. დაუშვა ასეთი რამ, ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ კლიენტური შესყიდვები. მაგრამ ეს არის ნებაყოფლობით, მეგობრებო. მე მაგალითად გავაკეთე, როცა კომპანია მანიშნეს, რომ აი შეგვიძლია კლიენტი ვიყიდოთ, გავაკეთე და მოვასწარი ერთი კლიენტის ყიდვა, გამზადებული კლიენტის ყიდვა, მაშინ იყო $35, ვიყიდე კომპანიისგან გამზადებული კლიენტი. კლიენტმა რაც შეიძინა, იმის პროცენტი მე დამერიცხა და ეხლა გუშინ ნახულობდი, რომ ჩემს ლეველშიც აღმოჩნდა ერთი გოგონა, რომელიც არავის არ იწვევს, მის ქვეშ აღმოჩნდა ეს ადამიანი. ანუ ეს შესაძლებლობას აქვს კომპანიას, თუ მაგალითად ვერავის ვერ იწევ და ფული გააქვს, მოდი ზუსტად ასე გეტყვი. აი, როცა ჩააგდებს კომპანია კლიენტებს, უცებ შეგიძლია იყიდოთ და თუ თქვენ 1-2 კლიენტით ვერ გასაზღვრავთ, შეიძლება აღმოჩნდეს ისეთი კლიენტი, რომ ძალიან დიდ შემოსავლებზე გაგიყვანოს მერე ამ ადამიანმა. აი, ეს შესაძლებლობა აქვს კიდე კომპანიას. ეს არსად არ ხდება. ბატონო მაია, მიკროფონი გამორთეთ თუ შეიძლება. მადლობა. დავუმატებდი იმას, ქალბატონო ლია, თქვენის ნებართვით, რომ ძვირფასო მეგობრებო, პირველი, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ თქვენ შეძლოთ ადამიანების მოწვევა, ეს არის პრეზენტაციებზე დასწრება. პრეზენტაციას თუ დაესწრებით, იქ მიიღებთ ინფორმაციას კომპანიის შესახებ. რა არის ძირითადად მოწვევა? მოწვევა არის ადამიანებს გადასცეთ ინფორმაცია კომპანიის შესახებ. თუ თქვენ არ დაესწრით პრეზენტაციას, თუ თქვენ არ გააკეთეთ ეს, თქვენ ინფორმაციას ვერ მიიღებთ. შესაბამისად, თქვენ, რა თქმა უნდა, ვერავის ვერ მოიწვევთ, იმიტომ რომ არ გეცოდინებათ რა ესაუბროთ ადამიანებს, ელემენტარულად. როდესაც მიდიხართ რომელიმე მაღაზიაში, ყიდულობთ ფასდაკლებით ძალიან საინტერესო რაღაცებს. რას აკეთებთ? პირველ რიგში თქვენს მეგობრებს, ახლობლებს და თესავებს ატყობინებთ, რომ ძალიან იაფად არის მაღაზიაში ძალიან საინტერესო ან ტანსაცმელი, ან ფეხსაცმელი, ან რაღაცა ტექნიკა. თავისთავად თქვენ ამას ატყობინებთ. რატომ ატყობინებთ? იმიტომ ატყობინებთ, რომ თქვენ გინდათ, რომ მათ ეს გქონდეთ, ისევე როგორც თქვენ შეიძინეთ, ხო მართალია? ასევე, როდესაც რაღაცა კარგს უყურებთ, კარგს ნახულობთ, კარგი თეატრია, კარგი კონცერტია, კარგი მომღერალი ჩამოვიდა სადღაციდან თქვენს ქალაქში. რა თქმა უნდა, თქვენ ცდილობთ თუ გიყვართ ეს ყველაფერი, ცდილობთ რომ თქვენ დაესწროთ და ასევე ეუბნებით რომ ესა და ეს მომღერალი ჩამოვიდეს. ამაში თქვენ ფულს არავინ არ გიხდით. ძალიან კარგად აღწერა ეს ნოუდერ ხაზარმა. აი, მიდიხართ ამას ატყობინებთ იმ ადამიანს, ვინც გინდათ რომ ამ ყველაფერს დაესწროს, ეს რაღაცა შეიძინოს. ან კარგი ექიმი იცით, სადღაც კბილის ექიმი ეუბნებით რომ მე აი კბილი ამოვიღე და გადასარევთ, არც კი მეტკინა ისე ამომიღო კბილი. და ეუბნებით და გასცემთ რეკომენდაციას, მაგრამ არც კბილის ექიმი, არც ის ორგანიზაცია, არც ის მაღაზია და არც ის არავინ თქვენ ფულს ამაში არ გიხდით. აქ რაც ხდება, ხდება ეს. თქვენ ხართ უნიკალურობაში, უნიკალურ კომპანიაში. ბადალი არ ახავს ამ კომპანიას. აქ ხდება ქალბატონმა ლიამ კარგად აღწერა სასწაულები. აქ ხდება მეგობრებო სასწაულები. უბრალოდ აი ამაზე ვთქვათ, რომ მე არ ვიცი, როგორ მოვიწვიო და როგორ უთხრა ადამიანს ამ სასწაულის შესახებ და ეს სიკეთე გავცე, ცოტა ბევრი კითხვის ნიშნები იბადება და ვუერთდები ქალბატონი ლიას ნათქვამს. მე ვერ ვიგებ ამას. მეც ვერ ვიგებ ამას. მეც მიჭირს ამის გაგება. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ აი ასეთ საოცრებებზე. ასევე სპონსორებს მიმართავ ეხლა, ვინც იწვევთ ადამიანებს. მე მქონდა შემთხვევა, როდესაც დავუკავშირდი ერთ-ერთ ადამიანს, მან არც კი იცოდა, მეგობრებო, არც კი იცოდა კომპანია ლივგუჩი თუ პრეზენტაციები ტარდებოდა და ისიც კი არ იცოდა, რომ მას კაბინეტი ჰქონდა. ეს არის, არ ვიცი, რა დონის აბსურდია, ჩემთვის მიუწვდომელი რაღაცაა. როგორ შეიძლება ადამიანი მოიყვანო, დაარეგისტრირო და მას ისიც კი არ უთხრა, რომ მას კაბინეტი აქვს.
მას ისიც კი არ უთხრა, რომ აქ პრეზენტაციები ტარდება და მან ინფორმაცია უნდა მოისმინოს. ჩვენ ხომ იმიტომ არ ვართ აქ, რომ უბრალოდ ადამიანები ჩვენს ლეველებში მოვათავსოთ და მათ იხადონ ნათესავების, ბიძაშვილების, მამიდაშვილების $10 და ეს ყველაფერი იხადონ და მერე რომ მობეზრდებათ ამ ხელა თანხის გადახდა იტყვიან, ვერ გავიგე ადამიანებო, რაში ვიხდი ამ ფულს გამაგებინეთ, თანაც არა მხოლოდ ჩემსაც, არამედ სხვისებს. ეს ხომ არ არის რაღაცა გუდა, სადაც ხალხი უნდა მოვკრიბოთ. ეს არის კომპანია, სადაც კეთდება უაღრესად დიდი სიკეთე, რომლის შესახებაც უბრალოდ უნდა შევატყობინოთ ადამიანებს. აი ეს უთხრათ, უბრალოდ როგორც თქვენ აი წეღან რაც გითხარით, იმის შესახებ ატყობინებთ, აი სწორედ ასე ატყობინებთ ადამიანებს ამის შესახებ. არ ეხვეწებით, არაფერს არ უმტკიცებთ. უბრალოდ სთავაზობთ, ეუბნებით, რომ მე მიშველა, მე კარგად ვარ და ამიტომ შენც მინდა რომ კარგად იყო. მეტი არაფერი. ეს არის სულ მეტი არაფერი. ვინმე გამოყვებათ, მიხვდება ძალიან კარგი. თუ არ მიხვდება, ძალას არავის არ ვატანთ. და არ ვარეგისტრირებთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც უბრალოდ მოდიან და ამბობენ, ხო, დავრეგისტრირდები, კარგი, ჯანდაბას გავრეგისტრირდები, ხო, ვიქნები და ვიქნები. ნუ ასეთი რეგისტრაციები არც თქვენ მოგიტანთ სარგებელს, არც იმ ადამიანებს მოუტანს სარგებელს. მართალი თქვა ქალბატონმა ლიამ, კი ბატონო, აქ არის შესაძლებლობა, რომ დავსხდეთ და ზემდგომებისგან ჩვენ ჩამონასხვი გქონდეს, მაგრამ იმ ზემდგომმა იმდენი უნდა იმუშაოს, 24 საათიც არ ეყოფა, 24-ს კიდევ რამოდენიმე საათი უნდა დავამატოთ, რომ მას ეყოს მუშაობა, იმისთვის, რომ ყველა მის ადამიანს გქონდეს ჩამონასხი. არ ეყოფა ყველას ხვდები და ეს შეიძლება წლები გაგრძელდეს და ზუსტად ვიცი, არც ერთი და არავინ არ ხართ მზად, წლები იხადოთ $10, შესაძლოა ზოგს ძალიან უჭირს ამ $10 გადახდა, ამ დროს პრობლემა და კატასტროფა, იცით რა არის? ადამიანი მარტო საკუთარ თავს კი არ უხდის იმ $10. ბებია, ბაბუა, ბიძაშვილი, მამიდაშვილი, აი ესე, აი რომ გაუძრეველი ხალხი ყავს დარეგისტრირებული თავისთან, თვითონ უხდის ამ ფულს და რაღაცის მოლოდინში ეს ადამიანი. რა თქმა უნდა, შემდეგ სასოწარკვეთილებაში ვარდება, როდესაც მას აღარანაირი შემოსავალი არ აქვს. უბრალოდ იხდის. თავისთავად ის მივა იმ კონდიციამდე და იტყვის, რომ ვერ გავიგე, რატო ვიხდი, კაცო, რატო უნდა ვიხადო ამდენი ფული? გასავალი მეტი მაქვს ვიდრე შემოსავალი. სწორედ ამიტომ, ჩემო ძვირფასებო, როდესაც ჩვენ ვაცხადებთ, რომ პრეზენტაციებს დაესწარით, ბიზნეს სკოლა ამუშავდება ახლა აბსოლუტურად ცოტა უფრო კიდევ სხვანაირად, კი არის უკვე ბიზნეს სკოლა. ყველა სპონსორებმა შეეცადეთ მოიწვიოთ თქვენი ადამიანები ბიზნეს სკოლაში. ასევე არის ინსტრუქციების ჩათი, სადაც ყველა ადამიანი, ყველა პარტნიორი უნდა იყოს გათვითცნობიერებული ყველაფერში აბსოლუტურად. დღეს ჩვენ ახალი, ასე ვთქვათ, რეორგანიზაცია დავიწყეთ, სადაც უნდა ყველა პარტნიორს მივაქციოთ ყურადღება, რომ არავინ აღარ დარჩეს უყურადღებო და ასეთი რამე აღარავისგან გავიგოთ, არ ვიცი თუ საერთოდ კაბინეტი არსებობს ვირგუჩიო. მაღლესი დონის პრესტიჟული კომპანია, რომელიც არის 232 ქვეყანაში შესული, სირცხვილია უბრალოდ პარტნიორმა ამ კომპანიაში თქვას, რომ არ ვიცი კაბინეტი თუ მაქვს. ამიტომ, ჩემო ძვირფასებო, ცოტა სხვა კუთხით შევხედოთ ამას. საერთოდ ეს აზრი აც კი დავუშვათ, თუ ვერ მოვიწვიე რა ვქნა. აი, ადრეც მაქვს ეს დათქვამი და ეხლაც გეტყვის. ნებისმიერს ახლა თქვენ ვისაც გინდათ შეგეკითხებით ინტერვიუზე გამოგიყვანთ და შეგეკითხებით. ქალბატონო ლია, გიყვართ სიკეთის გაკეთება? რა თქმა უნდა. ქალბატონო ნანი, გიყვართ სიკეთის გაკეთება? თუ შეიძლება გამომეხმაურეთ, ვის გიყვართ სიკეთის გაკეთება? ქალბატონო ნანა, რა თქმა უნდა, მიყვარს, რა თქმა უნდა. ქალბატონო ციცი, გიყვართ სიკეთის გაკეთება? რა თქმა უნდა, ქალბატონო ნანა, კაცემა მეტი მიტარება, მიღება. უზომოდ მიყვარს. ვინმე არის, ვისაც არ უყვარს სიკეთის გაკეთება? ალბათ არ არსებობს ასეთი ადამიანი. ხელი აიწიეთ, ვინც არის ასეთი და ვინც იტყვის, მე ბოროტი ვარ, მე სიკეთე არ მინდა გავაკეთო. არ მიყვარს ადამიანებისთვის სიკეთის გაკეთება. ნებისმიერი
ადამიანი მეტყვის. მე ცხოვრებაში არავისთვის ცუდი არ მისულებია. მე არასოდეს ცუდი არ მინდა გავუკეთო არავის. მე ვარ უკეთილშობილესი ადამიანი. ძირითადად ესეთი როდესაც წინასწარ მეტყველებთან მიდიოდნენ და რა ვიცი, რა ერქვათ, იმას კითხავები ერქვათ და ძალიან კითხავები რომ მეუბნეოდნენ ხოლმე, რომ შენ ძალიან კეთილი ადამიანი ხარ. საქართველოში მახსოვს, აი ციგნები რომ იყვნენ ხოლმე ქუჩაში გაგვაჩერებ და შენ ძალიან კეთილი ხარ, მაგრამ შენთვის ძალიან ბევრ ცუდის გაკეთება უნდაო. და ფრთხილად იყავიო ესეთი რაღაც და ყველას მოსწონდა ეს რაღაც, როცა ეუბნეოდნენ რომ შენ კეთილი ადამიანი ხარ. ყველას მოსწონს ეს, მეგობრებო, მაგრამ როცა აქ საკითხი დგება, აი ამ წუთში, თქვენს წინაშე დგება საკითხი. აი ეს უნდა გააკეთოთ. რა ვკითხე ხა მე ქალბატონო ლიას, გიყვარს სიკეთე? უყვარს. ქალბატონანის ასევე უყვარს, ასევე ციც, ასევე ყველას უყვარს სიკეთე. და გააკეთეთ თქვენ დავუცვილებო ეს სიკეთე. მეც კი არაფერ ვთხოვთ კომპანიელი გული. მაგრამ თქვენ თუ ფიქრობთ იმაზე, რომ მხოლოდ ფული გამოიმუშაოთ და სიკეთეზე არ ფიქრობთ იმ წუთში, ვერ გამოიმუშავებთ, იმიტომ რომ ამას გულით ვერ გააკეთეთ. ამას გულით ვერ გადასცემთ. როდესაც ადამიანს ესაუბრებით, ამ ადამიანში ფული კი არ უნდა დათვალოთ, არამედ მისი გაჭირვება უნდა დაინახოთ. და ის უნდა მიაწოდოთ, რაც იმ წუთში იმ ადამიანს სჭირდება. აი მაშინ გამოგივათ მოწვევა. მაგრამ თქვენ თუ ელაპარაკებით ადამიანს იმ კუთხით, რომ აი ახლა ოღონდ ეს წამოვიდეს და ჩემი საფეხური შეავსოს და მე იქ ფული გამოვიმუშაო, არასდროს არაფერი არ გამოგივათ. სულ ეს არის, არ შეგაწყეთ თავს. გააკეთეთ სიკეთე და სულ ეს არის ლივგუდის მოწვევა. მეტი არაფერი. მადლობა. კი, ქალბატონო ნანა, სრულად გეთანხმებით და ყოველთვის ამას ვეუბნები ხოლმე ადამიანებს, რომ სიკეთის კეთება ხომ არ დაგღლით. ხომ არ მოგბეზრდებათ სიკეთის კეთება. სწორედ ეს არის კომპანია ლივგუდში მუშაობა, სხვა მეტი არაფერი არ არის ძვირფასებო. აქ არ არის ყიდვა, გაყიდვა, არ არის ეს საშინელი ქულები და ასე შემდგომ. მხოლოდ და მხოლოდ გავცემთ სიკეთეს. ეს არის, რომ გავაბედნიეროთ ჩვენი ოჯახის წევრები, ახლობლები, ნაცნობები, უცნობები და თქვენ უფრო ბედნიერები იქნებით, დარწმუნებული ვარ, როდესაც გასცემთ ამ სიკეთეს. მე ასე ვარ პირადად. მე უფრო მეტად მიხარია, როდესაც სხვა არის ბედნიერი, სხვა ჩემზე მაღალი ხელფასი მინდა რომ კონდეს ამ დალოცულ კომპანიაში. ასე რომ არ დაიღალებით სიკეთის კეთებით და ნუ გაჩუმდებით. კომპანია ლივგუდი ეს ის ბრენდია, რომელსაც გაჩუმება არაფრით არ უხდება და არ შეიძლება უფრო მეტიც დანაშაულია ძვირფასებო აქ გაჩუმება. კარგით. ახლა გამახსენდა კიდევ ერთი შემთხვევა მინდა მოგიყვეთ. 2 დღის წინ პარტნიორმა დამირეკა და მის მამამთილს თირკმელზე ქონია სიმსივნე. და მხოლოდ ფაქტორ 4-ს და სიბიც ვაძლევო. 80 წლის მამაკაცს საერთოდ გაუქრა სიმსივნე. იმდენად ბედნიერი ვიყავი, ისეთი გახარებული ვიყავი, ეს რომ მითხრა თვითონ იმ ქალბატონსაც ძალიან კარგი შედეგები აქვს და ეს რომ მითხრა არ ვიცი, აი უზომოდ გახარებული ვიყავი ძვირფასებო. ეს მართლაც საოცრებაა, რა თქმა უნდა გახარებული იქნებოდით ქალბატონო ციცი, იმიტომ რომ ну, ეს ხომ უბრალო რამეზე არ არის საუბარი, უბრალოდ ადამიანს თავით ტკივა და გაუარა, თავით ტკიოდა და გაუარა, ან რაღაც მსგავსი, ხომ? აქ სერიოზულ ავადმყოფობაზეა ლაპარაკი, მაგრამ იმდენად ვართ უკვე მიჩვეული აქ ამ საკითხებს, იმდენად ბევრი შედეგი გვაქვს უკვე, რომ აი მართლა უკვე ამ დონეზე ვღებულობ ინფორმაციას თითქოს და ადამიანს თავის ტკიოდა და გადაუარა ამ პროდუქტის შემდეგ. აი ასეთ პროდუქტთან გვაქვს საქმე. ამიტომ ძვირფასო მეგობრებო, მე მოხარული ვარ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იწერს ამ პროდუქტს უკვე. უამრავი, ათასობით ადამიანი იწერს ამ პროდუქტს და უამრავი უსასრულო მადლობები მოგვდის ბედნიერი და მადლიერი ადამიანებისგან. უბრალოდ მართლა გქონდა ჩვენ ასეთი შემთხვევა უკვე, რომ მეოთხე სტადიის ონკოლოგია დაამარცხა ამ პროდუქტმა და ადამიანი, რომელიც უკვე განწირული იყო, დღეს ფეხზე დადის და ჯანმრთელია და ну, როგორ შეიძლება ამაზე გაჩუმება, ხო? ეს ჩვენ ხვდებით, რომ აქ არ არის უბრალოდ რაღაცა პატარა სიკეთის კეთებაზე, ადამიანის სიკვდილს გადარჩა.
ხო ვფიქრდებით რაზეა საუბარი. ამიტომ ჩვენ გვყავს ახლა ქალბატონი აქვს არც ისე თუ დიდი ხნის დარეგისტრირებული, მაგრამ მან დააგემოვნა პროდუქტი, გავიდა შედეგზე და გარდა იმის, რომ მან მოისმინა აქ რა შედეგებიც იყო, ასევე რა თქმა უნდა თავის პირადი შედეგი შეიგრძნო და ის ვერ გაჩუმდა, ის ალაპარაკდა. ქალბატონო თამილა, თუ შეიძლება ჩაგვერთეთ. ნანა, სალამი, არის მის ჩემი ხმა? ტელეფონი დაიჭირეთ ცოტა სწორად, იმიტომ რომ მომოტრიალე, აი ეგრე სწორია, კი გისმენთ. ისმის ჩემი ხმა? კი ისმის ჩვენივრად. სალმებით ყველას. უბრალოდ სწავლობდი და მიკროფონს ვერ თავდი და მაგიტომ ვერ გეხმიანებოდით. კი, ნანა, სწორად აღნიშნე. სახი არ გიჩანთ, თამილა. ვაიმე, უსმენდი არ შედეგებს. არა უშავს, გისმენთ. კარგით. მაშინ გამორთავ კამერას. კარგია, ვაიმე, ვწვალობ ძალიან არა უშავს, შემდეგში გამოვასწორებ. ცოტა აურია ტელეფონმა. უსმენდი ჯერ პირველად აქ შედეგებს და დარწმუნებული ვიყავი, რომ მეც გავიდოდი ამ შედეგზე და თან 1 სექტემბერს, როცა უკვე ჩამომივიდა შეკვეთა ვიდეოს თანხლებით, განუყურთე და ვთქვი, რომ მე აუცილებლად დავდებ ჩემ შედეგს მეთქი და ანუ კონკრეტულად მქონდა ძალიან მუცელი და აღნიშნე კიდეც პირველ ვიდეოში არ ვიცი, მე მგონი ყველა ვინც იცით კი უყურეთ და მუცელი მქონდა ძალიან დიდი გაზრდილი და უძილობაც მაწუხებდა და აი ამ ერთი თვის განმავლობაში რომ ჩავამთავრე, გუშინ წინ ჩავწერე თუ არ ვცდები ვიდეო და ანუ მომიწესრიგდა ეს ძილიც, ენერგიაც რა თქმა უნდა ძალიან შემმატა და ეს ყველაფერი, როცა უკვე მე საკუთარ თავზე ვცადე, მე გავუზიარე ეს შედეგი ჩემს ყველა გამომწერებსაც და არა გამომწერებსაც, ვინც გამოიწერა ჩემი კვერდი. ანუ ყველაზე კარგია რომ ჯერ საკუთარ თავზე ცადო და უფრო მეტი შანსი გაქვს, უფრო მეტად თავდაჯერებული ხარ და აი ამ ემოციებს რო გადმოსცემს, იმდენი დამიკავშირდა მერწმუნეთ, მეზობლები და საერთოდ რო არც კი მახსოვდა თუ მეგობრებს იმყავდა, ყველა დამიკავშირდა, იცით მეც ესეთი პრობლემა მაქვს, წონის პრობლემა მაქვს, მეც მუცელი და მე აუხსენი აქ არა მარტო წონის პრობლემის ბიოსაკვები დანამატები გვაქვს, არამედ ძალიან ბევრ დაავადებს და რა თქმა უნდა ჩამოვთვალე ხა მოკლედ ყვები ამ ყველაფერს და ამიტომ ჩემი მოწოდება იქნება და ჩემი რჩევა იქნება მეც თვენახევარია რაც ამ კომპანიაში შემოვედი მოკლედ შემოვიფარგლები ძალიან ბევრ კომპანიებთან მქონდა თანამშრომლობა Avon-დან დაწყებული Oriflame-დან ეხლაც ჩოგანშიც ვარ ამასთანვე მაგრამ რა ვიცი, აი აქ რო ჩვენი კომპანია როა, არ ვიცი, რომ მარტო იმით რომ არ გვიწევს ყიდვა-გაყიდვა და ისეთი პროდუქცია გვაქვს, რომ აი შეუძლებელია აქ ადამიანმა ვერაფერი ვერ გააკეთოს და ერთი ადამიანი ან 3 ადამიანი მაინც რომ ვერ მოიწვიოს. შეუძლებელია. რა ვიცი, მე ასე მიმაჩნია. კი ბატონო. ამიტომ უნდა ცადოთ, იცი რა, როცა უკვე კიდევ განმეორდები, მადლობა ნანა და კი აღნიშნე დიდი მადლობები მართლა ვლოცავ აი მათი მარჯვენა დაილოცოს, როცა უკვე საკუთარ თავზე გამოცდი ამ ყველაფერს, იმდენად თავდაჯერებული ხარ და იმდენად ემოციებით აღნიშნავ ამას და გახარებული და ბედნიერი სახე გაქვს, რომ ყველას უჩნდება სურვილი და რომ თავადაც გამოცადოს და თან რომ ურჩევ ირგვლივ ხო ყველასაც უხებს ეს ჭარბწონიანობა, დიაბეტიანები, რა ვიცი, ზოგს იმუნიტეტი აქვს დაბალი და თან ურჩევ, რა თქმა უნდა, სიკეთეს ვაკეთებ და ამასთან ერთად ჩემ გუნდსაც ზრდი ნენელა. არ ვარ დიდი ხნის, კიდევ ვიტყვი რომ თვენახევარია, რაც აქავარ და რა ვიცი, გონი 17 ადამიანი მყავს დარეგისტრირებული. კი, ნამდვილად წარმატებები მეგობრებო, რომ მიხარია გულით ასე რომ აი ეხლაც მე გუნდში მასო სუპერ მწვანეს ცოტა დამიგვიანდა. გილოცავთ ქალბატონო თამილა ეს მართლაც ამ კომპანიას ნამდვილად 100 შეეფერება, რომ თვენახევარში 17 ადამიანი ეს ძალიან მაგარი შედეგია და კარგი მუშაობა არის. ასე რომ ზუსტად 100 ადამიანები იმ გაქვთ კიდევ დიდი წარმატებები ბრილიანტისკენ. მადლობა, გაიხარეთ.
კარგი, თამილა, დიდი მადლობა ძვირფასო ჩართვისთვის, მადლობა ამ შედეგის გაზიარებისთვის. მეგობრებო, აბა რა ვიცი, კი ქალბატონ დალის, ჩართულია თქვენი მიკროფონი, შეგიძლიათ ისაუბროთ. ხელისაწევა არ გჭირდებათ. ჩვენი Zoom ჩართვის ჩატში ქალბატონანა ქეთა პიროვნება სვავს კითხვას, იქ დაწერა, ჩატში აქვს დაწერილი, მე ნაწილობრივ უპასუხე, მაგრამ ისიც უთხარი რომ აქ დასვას კითხვა, მიკროფონი ჩართული აქვს ქალბატონო ქეთა, თუ გაქვთ სურვილი დასვით კითხვა და საღამო მშვიდობისად. მე ვარ ფატიკი კვიცის მოწვეული პიროვნება. აგრეთვე წინა კოლეგას მსგავსად მეც ჩოგანელი ვარ. ძალიან დამაინტერესა თქვენმა მარკეტინგმა, ძალიან დამაინტერესა თქვენმა პროდუქტებმა. 2 დღეა გადავხედე რამოდენიმეჯერ და მადლობა ფატის და მადლობა თქვენ რომ მე დღეს ამ პრეზენტაციაზე ვარ. გაიხარეთ. წარმატებას გისურვებთ ქალბატონო. ძალიან ადვილია სამის პრინციპით გასვლა. ძალიან გამეხარდა, მიუხედავად იმისა, აზრში ძალიან ბევრი საახლობლო მომევიდა, ვინც მაგალითად არ დარეგისტრირდა და არ გააკეთა რეგისტრაცია ჩოგანში, იმის გამო რომ სხვადასხვა ვალდებულებები აქვს, მივხვდი რომ მხოლოდ ჩვენი ჯანმრთელობა ვალდებულება ჩვენი. და რა ვიცი, ალბათ ვეცდები რომ მეც თქვენთან რეგისტრაცია გავიარო ამ დღეებში და აგრეთვე გავაგრძელო მუშაობა. დიახ, თურქეთი იმიტომ დავსვი კითხვა რომ ჩოგანი თურქეთში არ შედის. ვერ ვაწვდებ პროდუქტებს, ახლობლებს თუ ვერ ვაკეთებ მათ რეგისტრაციას. ამიტომ ის დიდი შანსი იქნება რომ ეს შანსი გამოვიყენო აქ. იმათი რეგისტრაციის შანსი. ზოგადად გეტყობთ ქალბატონო ქეთი, რომ თურქეთში ზოგადად კანონია, ასეთი რომ დიახ, ვიცი მე უნდა თურქეთის კანონია. სხვა ქვეყნებიდან, კი ბატონო. ხო, მაგრამ ამერიკა როგორც ნატოს წევრი ქვეყანაა თურქეთი, აი მაგიტო დავსვი პირველი ეგ კითხვა. მაგრამ თუ თურქეთში არ შევა, სამაგიეროდ თურქეთში ვინც არის, იმას წვდომა იქნება, რომ ლინკი მიცეს ახლობელს, რომელიც თურქეთის ზონაზე არ იქნება, ხო? კი, რა თქმა უნდა. შეუძლებელი. კარგი, მადლობ. თუ რამე შეკითხვა გაქვთ კიდე, ქალბატონო ქეთი? გმადლობთ, ძალიან დიდი მადლობა. წარმატებები ყველას და თუ არ ვწდები ერთი ქალბატონი შევიცანი კიდე ნანა 3%-ის კლუბიდან. თუ არ ვწდები აქ. ნანა? დიახ. არ ვიცი, იმიტომ რომ ძალიან იქაც პროდუქტებზე ქონდა საუბარი, რომ ძალიან კარგი პროდუქტები იყო, მაგრამ მარკა არ დაუსახელებია, ბრენდი არ დაუსახელებია. ნანა, გვარი თუ შეიძლება? არ ვიცი, ხა თვითონ თქვას, ვინც არის გიორგი გოგეშვილის 3% კლუბში. სწავლას ვინც გადის. მე ძირითადად ხო ვეკიდები ლიტერატურა იქნება თუ ვებინარები იქნება თუ რამე ნეტვორკს ძალიან და ამიტომ რაღაცა იქ ვნახე ეს ქალბატონის სურათით შევიცანი. გადავალ და აქ არაფერს არ ამბობს, ეთყობა პირადში შეიძლება შეგეხმიანოთ. არ ვიცი. აჰა. კარგით, მაშინ აღარც მე აღარ დავიწყებ ძიებას. გმადლობთ ყველას და კარგად ვწანდებოდეთ. არაფერს, კარგად ვწანდებოდეთ. მადლობა ჩართვისთვის და წარმატებებს გისურვებთ. გაიხარეთ. საღამო მშვიდობის. მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, უღრმესი მადლობა ლია ჩემო კარგო დღევანდელი საღამოსთვის და ძალიან მიხარია ჩემო საყვარელო ადამიანებო, რომ სხვადასხვა ქსელიდან გვერდებიან ჩვენი კომპანიონები, აი მართლა არ ვიცი, ეს არის ინოვაცია ჩემო მეგობრებო, მსგავსი კომპანია ჯერ მსოფლიოს არ ახსოვს და თქვენ იმყოფებით ზუსტად ამ ინოვაციაში და ამის ხელიდან გაშვება დამიჯერეთ ნამდვილად რა ვიცი, დიდი დანაშაული იქნება და ვულოცავ ჩვენ სტუმრებს დღეს აქ მობრძანებას, ამ საოცარი ინფორმაციის გაცნობას და თქვენ მოხდით საუკეთესო გუნდში, საუკეთესო ლიდერის ქვეშ და ჩვენ ყველანი გვიგულეთ თქვენს გვერდით. ულევ წარმატებას გისურვებთ თითოეულ თქვენგანს. გაიხარეთ. მადლობა ნინკო საყვარელო. მოგესალმებით დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებულ თაობას. მე მეგონი ჩვენ გვესალმება ვინმე, თუ შეიძლება მიკროფონი გამოსცეთ შემოწეფათო. მიკროფონი. მე გამოვხდი. მიხარია რომ საინტერესო ადამიანები ვიკრიბებით უკვე.
შემატებიან ახალ-ახალი ადამიანები, ახალ-ახალი შემართებით და ეს ძალიან კარგია ჩვენს ძველებს გვაძლევს სტიმულს, აი ძალიან მიხარია ახალი ადამიანების შემომატება. რა თქმა უნდა, ეს ყველას გვიხარია და ყველას გვახარებს, იმიტომ რომ გვიხარია, იმიტომ რომ აი ეს სასწაული, ეს სიკეთე, რომელიც გვინდა რომ გავცეთ, რაც უფრო მეტი ადამიანი გაიგებს ამის შესახებ, რა თქმა უნდა, ყველა ჩვენთაგანისთვის ეს არის დიდი ბედნიერება, რა თქმა უნდა. ქალბატონო დალი, არის კიდევ ვინმე ყურადღება? ყვები არავის არ აქვს, ჩატშიდაც მეტი არც არავინ არ სვავს სხვა კითხვას. კარგით, უღრმესი მადლობა ქალბატონო ლია ამ პრეზენტაციისთვის, ამ უსაინტერესოესი პრეზენტაციისთვის. ყოველთვის ველოდებით თქვენგან რაღაცა სიახლის შედეგებთან დაკავშირებით, რადგან თქვენ ეფექტურად მუშაობთ ამ მიმართულებით და ასევე სტუმრებს ვუსურვებ, რა თქმა უნდა, წინსვლის წარმატებას. დღევანდელი დღე თუ ისინი დღეს პირველად არიან, იყოს საწინდარი იმ უშვილებელი წარმატების და ბრილიანტის გზაზე დადგომის და ჩვენ ვიცით ბრილიანტი რა შედეგებს დებს და რა ხელფასებს ზიადის და ასევე რა თქმა უნდა იმ სიკეთის კეთების სურვილს ვუსურვებ, რაც აქ აუცილებელია და მოვალეობაც კია, რომ ადამიანებს დავეხმაროთ. და ჩვენ არაერთხელ გვსმენია ჩვენი ძვირფასი კომპანიის დამაარსებლებისგან, რომ ჩვენ კომპანია შევქმნით არა იმიტომ, რომ ფული გამოვიმუშაოთ, არამედ ეს არის მისია. მისია დავეხმაროთ კაცობრიობას მისაწვდომ ფასებში. მიიღოს ის საოცრება, რომელიც მისცემს მათ სიცოცხლეს აზრს. ჩემი მისიაც საქართველოში შემოსვლის დიდად არ განსხვავდება მათგან. ცოტა პატარა მასშტაბით, რა თქმა უნდა, მე მინდა რომ ყველა ქართველი იყოს ბედნიერი, ჯანმრთელი და წარმატებული. ფარავდეთ უზენაესი ღმერთი. მადლობა ქალბატონო ნანა, თქვენზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. თქვენ ძალიან დიდი ხედვები გავიხსენით ჩვენ და მართლა ყველაფერს აკეთებ ნამდვილად ვამბობ ამას და მართლა გაგვიმართლა ქართველებს, რომ ასეთი ადამიანი შევხვდით. დიდი მადლობა, მადლობა სტუმრებო, პარტნიორებო, დიდი მადლობა. მშვიდობიან საღამოს გისურვებთ და ხვალინდან აქ დღეს გისურვებთ მეგობრებო. გმადლობთ. მშვიდობიანი ღამე, გენაცვალეთ ყველა. მშვიდობიანი ღამე.